გემი გავიდა საიდან? სინგაპურიდან. ბრმანაწლავის სატკიებამ მოგახვედრა ამერიკაში. გეგმა არის, რომ გეგმა არ მქონდეს. გაჭირვებისგან თუ გიშიმშილია. გადამფრენი ჩიტივით ვარ აქ ჩამოსული და შესაბამისად არც არაფერს არ მეშინე. გვიჟდები რა, ანუ როგორი ქვეყანა გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს და ვიღაც წურბელები, შესეულები სივდებიან. სილახუ არ გაუწმია. ფანტასტიკური ჟანრია და ფანტასტიკა კიდე ძალიან მეყვარს. აი ესე პირდაპირ ვიტყვი ამ ფრაზას, თუ შეიძლება. თუ გაქვს სადღე გრძელო, რომელიც მარტო შენია და კაციშვილი არ ამბობს დედამიწის ზურგზე. ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი საიდუმლო. ცხოვრებაში თავი თუ მოაბეზრე ვინმეს. გული მირჩევნია სიყვარულით გავგმირო. აგერ ძმაო ბურთი და მოედანი და ვულკანს რო გადააფარო რამე. ვულკანი ამოხეთქავს და წალეკავს ყველაფერს. უეჭველი ქართველი ფილიპე აზნაური. გამარჯობა, მადლობა რომ მოიცალეთ და უყურებთ გადაცემათა ციკლს ნიუ-იორკიდან უეჭველი ქართველია. დღესაც ჩემი სტუმარი, რა თქმა უნდა, არის უეჭველი ქართველი. ფილიპე აზნაური იქნება დღეს ჩემი სტუმარი. გამარჯობა, ფილიპე, როგორ ხარ? შესანიშნავად. მადლობა რომ ხარ დღეს ჩემთან, ჩემს გადაცემაში. არავის ვიცნობ რეალურ ცხოვრებაში. ვისაც ქვია ფილიპე და მე პირადად მახსენდება ცუდი ისტორიული გმირი ფილიპე მახარაძე და გისურვებ რომ დღევანდელი ინტერვიუს მერე მეც და მათ შორის მაყურებელსაც სახელ ფილიპეზე გაახსენდეს არა ფილიპე მახარაძე არამედ კარგი ქართველი ადამიანი ფილიპე აზნაური. ღალატის კუთხით როგორ ხარ ფილიპე მახარაძის თემა ამოვწუროთ, ბარემ თუ გიღალატი ადამიანისთვის ან რაში გიღალატია და მე უკვე დავიწყოთ უშუალოდ ინტერვიუ. ღალატი არ არის, რაღაც ჩემი ის მე პირთ ერთგულება და მეგობრობა ჩემი ის არის. საგმირო საქმე არის. კი ბატონო, შენი საფირმო ნიშანი. კი. არ ვიცი, შეიძლება რაღაც შესაძლებლობები დამიშვია, მაგრამ ღალატი რაღაც ძალიან ისეთი სიტყვაა, გულის გამგმირავი და გული მირჩევნია სიყვარულით გავგმირო. ამაზე ვისაუბრებ. დღევანდელ ინტერვიუზე კითხავ, დღეს რატო ხარ აქ, რატო დამთანხმდი ამ ინტერვიუზე? რა არის შენი მოტივი ამ გადაცემაში მონაწილეობის? უფრო შენი მოტივი არის, ვიდრე ჩემი. არასდროს უნახავს ეს გადაცემა, უეჭველი ქართველია და წეღანაც ვკითხე, რომ შეავლე თვალი საერთოდ რა გადაცემაში მონაწილეობ თქო და არაო გენდობიო ისეო და მადლობა ამ დობისთვის. მე მგონი ძალიან წვიმა დაიწყო და შევეფაროთ სადმე და იქით უკვე გავაგრძელოთ ინტერვიუ, თორე აქ ძალიან დავსველდით. გადმოვინაცვლეთ სხვა ნაწილში, იმიტომ რომ წვიმდა და პრინციპში გადაიღო, გავაგრძელოთ ინტერვიუ. საუბრობდით ღალატსა და სიყვარულზე და ეს თემები ცოტა ინტერვიუს შუაში ან ბოლოსკენ მაქვს ხოლმე, მაგრამ მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი. ჩვენი რაღა მიდის. სიყვარულის გამგმირავი ისტორიები გაქვს შენ პირად ცხოვრებაში ან შენს გარშემო გესმის აი დღეს 21 საუკუნეში, სადაც ყველანი ვამბობთ, რომ აი რაღაცა სიყვარული გახუნდა, რომანტიკა აღარ არის. აი შენ პირადში და შენს გარშემო აი ეს ამბები ტრიალებს? მე მგონია რომ ძალიან საოცარ შეკითხვას მისვამ, იმიტომ რომ ალბათ სანამ ადამიანი ცოცხალია, სიყვარული მუდამ მიარსებებს, ასე არ უნდა ზომბების ქვეყანაში აღმოჩნდეს. აი ეს ჩემი ოპტიმისტური განწყობა არის, მაგრამ რა არ ვიცი, შინაგანად ალბათ იმას უფრო გძნობ, რომ აი ესე პირდაპირ ვიტყვი ამ ფრაზას, თუ შეიძლება. თავისუფლება სიყვარულშია. პათეტიკის გარეშე ეს რაღაც შინაგანი გრძნობა არის, რომელსაც შინ უნდა მიხვიდე ამასთან. ხო და მე ამ გავბედავ და ვიტყვი რომ თავისუფლება ზუსტად სიყვარულშია. უნდა მიხვიდე ამასთანო და ერთი ნახვით სიყვარულის თუ გჯერა, ზოგჯერ ხომ არის რომ აი ეს არ გჭირდება ნაბიჯები აქამდე მისასვლელად და უბრალოდ წკაპდა ვიღაც იყვარდება. გქონია მსგავსი გამოცდილება თუ არ გჯერა? ხადია ღმერთმანი, როგორ არა. ეგ მაგით ვცხოვრობ და ეგ არის სიყვარულის გრძნობა და სიყვარულში შთანთქმა, ეგ ჩემი ის არის. ჰობი ალბათ. კი, სიყვარული როგორც ჰობი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად მოსაწყენია ცხოვრება და თუ არ გვიყვარს და თუ გულს არ გადავხსნით, მაშინ უბრალოდ ბევრჯერ ყვარებია? კი, სულ. მაშინ რამდენიმე ერთად ხომ არ ყვარებია? მოდი, სწორად რო გავიგოთ, მე ცოტა ფართო გაგებით უყურებ სიყვარულს. მხოლოდ რომანტიკულ და ვიწრო ჭრილს აღარ აღვიქვამ სიყვარულს. სიყვარულს უფრო აი რაღაცნაირად იცი როგორ აღვიქვამ? აი კონკრეტული ადამიანი პერსონა, ან მთელი სამყარო არის სიყვარული. სიყვარულს აგრძნობ ყველაფრის მიმართ. ანუ ეგ არის. აი ძალიან დიდი სიტყვა გამომდის და რაღაცნაირად თითქოს აი გაუგებარია და თითქოს ხელოვნურია, მაგრამ ეს განწყობა, ეს განცდა არის შინაგანი, რომელიც უბრალოდ მივხვდი, რომ როცა გიყვარს ირგვლივ გარემოც ეგეთი ხდება მე და ეგ ძალიან დიდი სიმშვიდეა და
მე ძალიან თავისუფალი ხდები. მაგდამაც თქვი, რომ თავისუფლება სიყვარულში, ანუ ადამიანები, სამყარო როგორ შეგიყვარდება, ანუ გულს რო გადაუხსნი, მოკლედ ესე ვიტყვი, როცა დანებდები, მე უკვე გამარჯვებული ხდები. ზედმეტად კეთილ და ნათელ ფერებში ხომ არ უყურებ, როგორ ფიქრობ სამყაროს და ამ სამყაროს, ოდესაც შენ აი ღია ხარ ამ სიყვარულისთვის, ამ სიკეთისთვის, სამყაროს მიმართ, სილახუ არ გაუწნია მე შემთხვევით და სახტად დაურჩენი ხარ. რა თქმა უნდა, მაგაზე საოცარი რა არის, სილასაც გაგაწნოს, მინდა რომ გონია რომ ეგ ძალიან ბუნებრივია და ეგ ცხოვრების პროცესი, ამას ეგრე უყურებ. ანუ ჩემთვის ტკივილი, სიხარული, ბედნიერება, ანუ ეს ყველა ემოცია ძალიან ბუნებრივია და ამას აღარ უბრაზდები. ადრე თუ ბრაზდებოდი და მოვიწყენდი და სევდაში ვარდებოდი, ეხლა პირიქით გონია რომ ეგ არის ცხოვრება, სადაც ცილის გაწვნაც და ბედნიერებას ერთდროულად ერთად არის რა, ანუ უბრალოდ ცხოვრებას სწავლობ, რომ ადამიანი ხარ, ადამიანური გრძნობები არის და მან საშიში არაფერია. ანუ თუ რაღაც ცუდი გამოცდილებებიც არ აიკარი ცხოვრებაში, შესაბამისად აღარ ბრაზდები, ეგ არის რა. მიიღებ კარგი ამბებით. ამოვისუნთქავ, ჩავისუნთქავ და ვიცყვი, რომ ესეც საჭიროა. სხვანაირად როგორ გადამფრენი ჩიტივით ვარ აქ ჩამოსული და შესაბამისად არც არაფერს არ მეშინდა. და სიყვარულზე ერთ მნიშვნელოვან მომენტს ვიტყვი რა. მეგობრობა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი რამე, რასაც გრძნობ და რაც მისწავლია. ხო და ერთი ჩემი მეგობარი, სახელად ბეგი, აღარ მემეგობრება და ამას ძალიან განვიცდი რა და მინდა ესე მივმართო. ბეგი, ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ. და ბოდიშ გიხდი, რაც გაწყენიან და რისთვისაც გული დაგწყვიტე. ანუ მართლა ბოდიშ გიხდი და მინდა რომ ისევ ვიმეგობროთ. გადამფრენი ჩიტივით ვარო. კი ბატონო. რას გულისხმობ ამაში და აქ ხომ არ უნდა დავიწყოთ შენი ამერიკული ისტორიის მოყოლა, საიდან მოხვდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამას თუ გულისხმობ გადამფრენ ჩიტოვაში. ეგ არის, კი, ზუსტად შეკითხვა. გულისხმობ რომ აგერ ძმაო ბურთი და მოედანი და მოყევი მაშინ ისტორია. მე გულისხმობ რომ რეალურად გადამფრენი ჩიტობა ეს არის სპონტანურობაში ვხედავ ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრების ნაწილს, აზრს უბრალოდ. რომ აი ამ გაელვებაში არის რაღაც ჭეშმარიტებები რა, რომელიც როცა ამის ყველა ადამიანს აქვს რაღაც გაელვება და უბრალოდ ეს უნდა დაინახო და მიიღო და მე მეზღვაური ვიყავი 3 თვე ყველაზე პატარა მეზღვაური ვარ გამოუცდელი მეზღვაური დავრჩი ამერიკაში ხო რა ეგეთი ისტორია არის და ეს იყო გაელვება რომელიც უნდა გამებედა და არ იყო ეგეთი მარტივი უბრალოდ რაღაცნაირი ნდობა იყო რაშიც გადავხდი გადავეშვი გავფრინდი ესე რომ ვთქვა და აქ ვარ გადამფრენი ჩიტი კი არა, ესე იგი მცურავი ზვიგენი ყოფილხარ, დელფინი, ზვიგენი მაინც უდი პერსონაჟია. სხვათა შორის დელფინიც არ არის, თქვათ კეთილი. ეს ისტორია მოყევი, მე მეზღვაური იყავი ამერიკაში, ანუ ესე წამოვიდა გემი და ჩამოხედი თუ რა მოხდა. ხო, ანუ ეგრე აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაოსნობაში დაემთხვა ამერიკაში ტვირთის გადმოღება, შუა პროცესში მე არ ვიცოდი ამერიკაში რომ მოვდიოდით, არც მქონია განზრახვა და არც მიფიქრია საერთოდ ამერიკაში ჩამოსვლაზე და არჩენაზეს ავამბობ რომ ამ სპონტანურობაში აღმოჩნდი რა ესე ანუ უბრალოდ გემი გავიდა საიდან? სინგაპურიდან გემი გავიდა სადაც შენი ამოცანა უბრალოდ იყო გემზე მუშაობა და გარკვეული ფულის გამომუშავება და წარმოდგენაც არ ქონდა რომ მოდიოდი მოხდებოდი ამერიკაში არა ეს გემზე შუა ზღვაში ოკეანეში იცვლება ხოლმე გეგმები საწავიდეს გემი თქვენ ნახევარში გავიგე რომ ამერიკაში შემოვიდოდით და ისიც ანუ არც შემეძლოთ ანუ უფლება არ მქონდა რომ დავჩენილიყავი მაგრამ რა თქმა უნდა არტისტიზმი ხელოვნურობა და შემოქმედება რას გულისხმობ და როცა სპექტაკლზე მივდივართ ჩვენ უყურებთ თეატრალურ წარმოდგენას და იქ ჩვენ არ ვამბობთ და არ ვფიქრობთ რომ ვიღაცა გვატყუებს ან ვიღაც როლში რო არის ეს ჩვენთვის ლამაზია. ჩვენც როლში შევდივართ როგორც მოვიდა. ეგ რო გავიაზრე მივხვდი რომ ცხოვრებაში შეიძლება როლი ისე შეასრულო. რომ ადამიანს ანუ სხვა ზიანი არ მიაყენა ეგ მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ სხვებისთვის ზიანი არ მიაყენა. კი, თავისუფლებაზე რო საუბრობდი ზუსტად მანდ არის რომ სხვა ზიანი. და ეგ იყო ანუ ეს როლი რომელიც მე მივიღე და შევასრულე რომ ამერიკაში დავჩენილიყავი. გონდონაც საუბრობ, არა, აუხსენი მაყურებელს რას გულისხმობ. რა როლზია რამე ოსკარზე გასაგზავნი როლი ხო არ შეიძლება. მოკლედ ესე იყო, ესეთი ისტორია.
იმისთვის რომ დავრჩენილიყავი, მჭირდებოდა მყიცე არგუმენტი, როგორ შეიძლება და მოხსარიყავი ამერიკაში. გემიდან რომ ამერიკის მიწაზე დაგედგა ფეხი. ამისთვის მოვიფიქრე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, არ ვიცი, რამდენად კანონიური ან საერთოდ კაი მარტო ქართველები უყურებთ ამ ამბავს. კაი, ეგეთ ისტორია არის. ვამბობ, რომ ტკივა ბრმანაწლავი. და მჭირდება შუა გემზე. ოღონ ამერიკის სპორტში ვართ რა. ოღონ დაშორება ძალიან დიდია კილომეტრი, ან გადახტომას და გაცვლას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ დაიხსნა. ანუ გემი პორტზე არ არის შემოსული. არა, არ არის. შუა ზღვაში. ვეუბნები რომ მაქვს ტკივილი ბრანაწლავის არეში და შეიძლება გამისკდეს, იმიტომ რომ ვერ ვიმართები და ნუ ეს ყველაფერი სპექტაკლია რა, ესე კიდევ როლში ვარ და რა თქმა უნდა დაურეკე სასწრაფოს ყველაფერი აუხსენი, ძალიან მშვიდად, თავაზიანად და გამომიძახეს კატერი. ეს რომელ შტატთან ხარ ახლა? სან-ფრანცისკო. სან-ფრანცისკოდან მოვიდა კატერით სასწრაფო. სასწრაფო არა, უბრალოდ კატერი მოვიდა. ტაქსი ჩათვალე რა, გადმომშო სან-ფრანცისკოს პორტში და არავინ არ დამხვდა საერთოდ. საერთოდ არავინ, ანუ არ ვიცი. რაღაცნაირად ნდობას საავადმყოფოში არ წაგიყვანე? არ წამიყვანე. უბრალოდ შენ თავისთვის შენ თვითონ და ანუ ჩემი სპექტაკლი მან დასრულდა და ანუ აი რას ვამბობ რა, ანუ ამ ნდობაში არის რა, ანუ რეალურად ძალიან სახიფათო იყო, ძალიან სარისკო იყო. შეიძლება მართლა დავეჭირე და ცუდი რიმით დამთავრებული იყო ისტორიით და ხა აქ ერთმანეთს ვერ დაველაპარაკებოც, მაგრამ რისი მეტად გარისკე? სამყაროს ნდობით, ღმერთის ნდობით, აი ესე ვიტყვი პირდაპირ. ანუ მოკლედ ბრმანაწლავის ატკიებამ მოგახვედრა ამერიკაში. პირველი რა გააკეთე, აი რომ მივხვდი რომ გამოხვედი სან-ფრანცისკოში. კაციშვილს არ იცნობ. სან-ფრანცისკოში მივედი ვაგზალში, ვაგზალი სადგურში. დეზერტირების ბაზარზე. მივიყიდე ავტობუსის ბილეთი და 4 დღე ნახევარი გადავიარა, მთელი ამერიკა გადავკვეთე რა, ძალიან მაგარი იყო, ძალიან საოცრება იყო. ასე გადაჯდომით იქნებოდა? კი, გადაჯდომები, ალბათ 1-7 გადაჯდომა იყო და კი სკამის ფორმა მივიღე, მაგრამ საოცრება იყო. და გემი რო გავიდა სინგაპურიდან და რო არ ქონდა გეგმაში ამერიკა, უცებ რო მოხდა ისე რომ გემი მოდიოდა აქე და შე რო შემოხვედი. ესე ხა დღეს რამდენი ხნის წინ შემოხვედი საერთოდ? ჩამში 3 თვეა. 3 თვეა, დაბნეული არ ხარ? თუ აი მარტივად აუღია აქაურობას, იმიტომ რომ ადამიანები არიან, ვინც წლობით ოცნებობენ აქ ჩამოსვლაზე და კონკრეტულად რაღაცნაირად იციან რას გააკეთებენ და ასე შემდეგ. აი ეს ამბავი მოგვიყევი, როგორ აუღია აქაურობას ალღო. ან იქნებ ისე ჯერჯერობით იმაში ხარ. დაბნეულობაში. არა, დაბნეულობაში არ ყოფილა, პირიქით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცნაირი გამოცდილება არის და იცი როგორი რამე, აი მორევში გადახტომას გავს ჩემი აქ ჩამოსვლა და ეგ არის რომ არ მეშინია რა. ამ მორევს ისე რეალურად არ იხჩვები, უბრალოდ შიში ეგ არის რომ გონია რომ დაიხჩვები და სინამდვილეში არ იხჩვები. როცა გეშინია, მაშინ იხჩვები. უბრალოდ აღარ გეშინია და უბრალოდ აგრძელებ რა. ხوار ნანობ? არა. ყველაფერი წინ არის. უბრალოდ იცი რა არის, ანუ რეალურად ხვდები რომ ეს მოგზაურობა არის, ანუ ჩემი თვითმიზანი არც ახლა არ არის რომ აქ დავრჩე და რაღაცა წლები აქ. არა, ეს არის გამოცდილება, რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან მშვენიერია. ეგ არის. ცხოვრების ერთ-ერთი სამოგზაურო ტური. ასე დავარქვათ. თუ გაქვს სადღეგრძელო, რომელიც მარტო შენია და კაციშვილი არ ამბობს დედამიწის ზურგზე, მარტო შენ რო ამბობ ხოლმე სუფრებზე. იცი რა არის, აი ეგეთი ეგეთ დიდებულ განსაკუთრებულობისგან არ მივიდე. უფრო ესეთი სადღეგრძელო მიყვარს, ერთიანობის სადღეგრძელო მიყვარს ძალიან და ამ ერთიანობაში გულისხმობ ძალიან ჩვენ კოსმოგონიურ ერთიანობას რა. ძალიან მიყვარს სუფრა, ქართული სუფრა. მგონია რომ უფრო და უფრო ვაფასებ ამ ამბავს, ანუ სადღეგრძელოს და მგონია რომ ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი საიდუმლო. ანუ ეს სადღეგრძელო, რაც ესე ძალიან მარტივია ჩვენთვის, უცხოელებს უხსნი რა და აი ძალიან ვცდილობ რომ გავაგებინო, მაგრამ მაინც ვერ ხვდებიან, ანუ ვერ მონაწილეობენ ამაში და თან სევდიანი ვარ და თან მიხარია რომ რაღაც ისეთი გაგვაჩნია ქართული ენიდან გამომდინარე, რომ ეს სუფრის, ეს სადღეგრძელოების ეს მნიშვნელოვანი მომენტი აი ყველაზე ფილოსოფიურია ჩემთვის. მან ბევრი დეტალია, ის რომ ღვინო ჩვენთვის უბრალოდ სასმელი არ არის და წმინდა არის. ხო, ქართული ენაც ახსენე, პლუს ის ურთიერთობები რაღაცები და მარტო გაგვიმარჯვეთი არ შემოვიხარდები. ხო, აი ძალიან მარტივია. აი რაღაცნაირია, მაგრამ მგონია რომ ძალიან დიდი ფილოსოფია ალბათ მაგაშიც არის. ცხოვრებამ რაში დაგჩაგრა ყველაზე მეტად? თუ დაგჩაგრა საერთოდ? არ ვთვლი რომ დამჩაგრა. არანაირად. სწრაფით.
პირიქით ძალიან დიდ მადლიერებას განვწვდი. ბოლოს როდის ილოცე და თუ გვეტყვი რა სთხოვდი ღმერთს? ძალიან პატარა ვიყავი. სტექავროსანი რო ვიყავი და რელიგიურობა და ის ეკლესიასთან თანაცხოვრება ჩემი ძალიან ახლო ნაწილი იყო, მაგრამ მე ძალიან დიდი უფსკული გაჩნდა და რაღაც დაშორება იყო და რაც უძღებშულად გრძნობ საკუთარ თავს. ლოცვა თავიდან ვისწავლე. აღონ დავივიწყე ყველაფერი. თითქოს ყველაფერი გაქრა და ეხლა თავიდან ვისწავლე. ჩემი ლოცვა ვისწავლე. ისეთი ლოცვა, რომელიც თავისით მოდის. თითქოს გულიდან მოედინება და აი ძალიან მშვენიერია. ამ ყველაფერში ვხედავ სილამაზეს. ანუ მივხვდი რომ რეალურად ლოცვა და ეს სამყაროსთან კავშირი რაც უფრო გათავისუფლებულია, მით უფრო მშვენიერია. ანუ გულისხმობ აი რაღაცნაირი ხელოვნური დოგმატური ჩარჩოებისგან, რაც ძალიან გამიწევს და გაურსნებს. და ამისგან გათავისუფლებული მე თითქოს პირიქით ცოცხლდები და ნამდვილი ხდება მე. შენი ქარიზმა რა არის, როგორ ფიქრობ? ექსტრავაგანტულობა. რაღაცნაირი ის მაქვს შინაგანი, აი ადამიანის გათავისუფლება შემიძლია. იცი რა მიყვარს? ძალიან ბუნებრივად და სპონტანურად ხდება, იმიტომ რომ რაც უფრო გულწრფელი ვარ ადამიანის მიმართ, ის ადამიანის გულწრფელი ხდება მე და ეს შემდაუნებურად ხდება რა და ეს მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ადამიანებს მარტივად უშინაურდები და ამისთვის რა გჭირდება ხოლმე რომ იგრძნო რომ ადამიანი მიმღებელია უცხო ადამიანის მიმართ თუ პირიქით შეიძლება ძალიან უჟმური არის და აი რაცა გინდა რა ესე მივიდა იქამდე რომ მოიშინაურო. კი ეგ ხშირად მაგათ ზოგჯერ მგონია რომ მომაბეზრებელიც ვარ იმიტომ რომ აი ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და არ მეშინია რა ანუ აი რაღაც უჟმური ავი პირიქით ანუ მგონია რომ ყველა ადამიანში არის სიკეთე სიყვარული და რაღაც ნათელი, აი წერტილი გულში, რომელიც აუცილებლად შეიძლება რომ გაღვივდეს ნაპერწკალი და მაგის რომ ჯერა მე მარტივია რა ადამიანებთან მისვლა და კომუნიკაცია. რომ გიყურებ ჩემი პირადი ახმით, აი რაღაცნაირად მგონია რომ მოგიხდებოდა ნამდვილ ქართულ ფილმში მონაწილეობა, რომელიმე პერსონაჟი ხომ ხარ ცხოვრებაში, ვისაც თამაშობ და განასახიერებ. აი მივხვდი რომ არა პირიქით რაც უფრო თავისუფლდები ამ როლებისგან, მით უკეთესად გრძნობ თავს. ანუ ის ვარ, ვინც ვარ. ადამიანებისგან ყველაზე მეტად რა გწეს? ალბათ უნდობლობა. რო არ მენდობიან. რო არ ჯერათ ამ ჩემი ნდობის, აი ცოტა იმას მიშება, რომ აი რატო არ ჯერა პირიქით. არა სანდოშ დაბეჭდილებას პრინციპში არ ტოვებ. ხო და არიან ადამიანები ზოგჯერ აი ძალიან აბრაზებთ ჩემი ყოფილა შემთხვევა და მიკვირს რატო აი პირიქით ძალიან ოხსნი გულს და მოგეშინი ალბათ გონია რომ რაღაც გამოცდილება არის იმათვის ცუდი ან რაღაცნაირი რომ ვერ შემოდიან ამ ურთიერთობაში და მესმის მაგ ადამიანების და გონია რომ ბუნებრივი არის უბრალოდ მე იმდენად ზოგჯერ იმდენად გადავიხსნები ხოლმე ეს ადამიანთან რომ ან ბევრთან ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ ვიღაცებს უკვირთ რომ რა აქვს ნორმალური. ზოგ შეიძლება გონია რომ აფერისტობ და ყალბი ხარ, იმიტომ რომ დღეს ურთიერთობები ძალიან არის გახუნებული რეალურად და იშვიათია. მართლა იყო ეგეთი შემთხვევა რომ ცოტა გამიკვირდა რომ და აი მივხვდი რომ პირიქით არ ჭირდება იმ ადამიანს ეგ და დაანებო თავი რა. ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთის რა უნდა შურდეთ? ქალს კაცის, კაცს ქალის. ამ უთანასწორ სამყაროში ხშირი არის, როცა კაცები დაწინაურებულები არიან და ქალები იჩაგრებიან და ამის ხშირი მომსწრე ყოფილვართ და ვხედავთ ყოველდღიურად რა. ანუ ეგ არის ამ ევოლუციური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი, როცა ქალები განიცდიან ჩაგვრას, ესე რომ ვთქვა. და პირიქით არც არაფერი, მოდი ესე ვიტყვი რა, აი საკუთარი თავის მიღებას როცა სწავლობ, მე აღარაფერი აღარ წინს და აღარც გშურს და ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავს ვერ იღებენ, ისინი ძალიან ტანჯვაში არიან და ეს ხშირად არის. როგორ ფიქრობ, ადამიანი ჭირში იცნობა თუ ლხინში? ან რაში იცნობა? ორივე პასუხში შეიძლება იყოს სიმართლეც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ მგონია რომ თანაბრად არის რა ორივეში. გაგებული გექნება ფრაზა ადამიანი ადამიანობით ადამიანობს. მოდი გადააკეთე ეს ფრაზა და ამოიღე ადამიანობით და ჩამატე სხვა შენი სიტყვა. ანუ ადამიანი რით ადამიანობს. მიკროსკოპში რო გაადიდო ადამიანი. ანუ ადამიანის ფორმას უკვე ვეღარ ვხედავთ. ანუ შენი სახელი, შენი გვარი, წარმომავლობა ყველაფერი ქრება და რჩება
ანუ მიკროსკოპულ დონეზე რა, ანუ შიგნით ვინ ხარ? ანუ სისხლი, უჯრედები აი ეს ყველაფერი კიდე რო გაადიდო და უფრო რო ჩახვიდე, დარჩება ატომები. და შესაბამისად მთელი სამყარო არის ერთი და იგივე რაღაც ატომები. ანუ უფრო კიდე რაღაც სამეცნიერო ტერმინები, რომლებსაც კვარკები და რაღაცნაირი ეგეთი სიტყვები არის, რომელსაც ვერ ვიხსენებ და ამაზე რო ვფიქრობ, ანუ მგონია რომ მაშინ ვინ არის ადამიანი? უბრალოდ მთელი სამყარო ვართ ჩვენ და არა კონკრეტულად ადამიანები. სადაური ხარ ისე, სადაური ქართველი ხარ, საიდან ხარ, სად არის შენი მიწა-წყალი, აჭარელი? საიდან? ქედა, ცხნორისი. ნამყოფი ვარ, ერთ-ერთი ესეთი კაშკაშა მარგალიტი არის საქართველოს ჩემი აზრით, ზამთარში ვარ ნამყოფი და ამოდი ეს გარკვევით რო ვთქვა. აზნაური არის ჩემი ფსევდონიმი, გვარად ხალვაში ვარ მეგობრებო. ოკეი. რატომ დაირქვი მაშინ აზნაური ეს ფსევდონიმის მიზანი რა იყო? ექსცენტრიულობა და ეს შემოქმედება ჩემი ჰობია კიდევ ერთ-ერთი. სადაც ეს ტრანსფორმაცია სახელის ან ფსევდონიმის მიღება შენს გამოხატულებას ქმნის. შემოქმედებაო, რა სახის შემოქმედებაში გამოხატავ შენ თავს? კონკრეტული მედიუმი ალბათ უფრო მხატვრობაა. ხატავ? კი, ჩემთვის. და კერამიკა იყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო მედიუმი, რომელშიც მონაწილეობდი. ეხლა აქ კიდე თავიდან ყველაფერი. აქ რამე გეგმა გაქვს, როგორ ფიქრობ, აი რა უნდა გააკეთო ამერიკაში? ჩემი გეგმა არის, რომ გეგმა არ მქონდეს. ცხოვრებას ვენდობიო რა თქვი ალბათ. ხო რა. საქართველოში რა საქმიანობდი თავს რითი რჩენდი? აი პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე მაგალითად, რაში დახარჯე? ეს ვითხარი. ბარმენი ვიყავი, ძალიან მიყვარს ბარი. შეგიძლია აქაც სადო და იყო კაი ბარმენი პრინციპში შემოსავლიანი სამსახური. შეიძლება. და ძირითადად ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი მარტყოფში არის და ჩვენ კერამიკის სახელოსნო გვაქვს. ანუ ძალიან საინტერესო ამბავია საერთოდ მან რაც ხდება, იმიტომ რომ საერთოდ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი და ძალიან ნათელი სივრცე შევქმნით სხვებისთვისაც ასწავლებით კერამიკას? ჩვენ სტუდია გვაქვს, რომელიც მე მაგათ ვასწავლიდი ბავშვებს, ანუ კერამიკის ვორქშოპებს ვატარებ. რა მაგარია, ახლაც არსებობს? კი, რა თქმა უნდა. რა ტექნოლოგია ან ბუნებრივი მოვლენა გაკვირვებს დღემდე? აი, თვალები რო გიფართოვდება, რომ ეს როგორ ხდებაო? ყველაზე საოცრება არის ხელოვნური ინტელექტია რა, ძალიან ესეთია. შთამბეჭდავია და მე ძალიან მომწონს. არ გაშინებს, ხო იცი ადამიანები არა, პირიქით ძალიან მაინტერესებს, ძალიან მგონია რომ ყველაზე დიდი შემოქმედება არის ადამიანმა რაც შექმნა. ანუ ძალიან საოცრება არის. და თან ამხელა პერსპექტივა აქვს, ცალკე ფანტასტიკური ჟანრია და ფანტასტიკა კიდე ძალიან მიყვარს. ცხოვრებაში თავი თუ მოაბეზრე ვინმეს და მიხვდი რომ მოაბეზრე და გაეცალე. არა, მე ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და ვცდილობ რომ ადამიანებს თავი არ მოვაბეზრო. ამას ხვდები ადამიანებს თუ ოდნავ რაღაცნაირად არ მოსწონთ ჩემი ენერგია, მე ვეცლებ იმ ადამიანს და არ იმოშვები, იმას დისკომფორტს არ უქმნ. რეალისტი ხარ თუ შენს მიერ გამოგონილ სამყაროში ხშირად ცხოვრობ ხოლმე? რეალისტი ვარ, რა თქმა უნდა. გამოგონილი სამყაროები წიგნებში. შენს კეთილ სამყაროში. ეგრე? ხო, ალბათ, იმიტომ რომ ალბათ როგორცაც წარმოიდგენ ეგეთია სამყარო. გაჭირვებისგან თუ გიშიმშილია. პირდაპირ მნიშვნელობით გეკითხები ამას ფინანსური, მატერიალური თვალსაზრისით. მაგ ხრის სულ ზღვარზე ვარ რაღაცნაირად. მაგრამ ეს შიმშილამდე არა, მაგრამ ანუ სულ სულ ზღვარზე ვარ, სულ. აქ რა საქმიანობა, ჩამოხვედი პირველი დღეები, პირველი თვეები გაქვს ამერიკაში, რით ირჩე თავს? მიმტანად მუშაობ და ეგეც ის არის დროებითია, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო სხვა რამე უნდა ვიშაო, რომ ძნელია სამსახურის მოძებნა, აი რა სეტყვი ადამიანებს, ვინც შორიდან გიყურებს და შეიძლება ფიქრობ ჩამოვიდეს. როგორ არის? ძნელიც არის და თან მარტივიც არის, როგორ არის? იცი, აი თან აი ეს ზოგადად კონკრეტული პასუხების გაცემას ვარიდებ თავს, იმიტომ რომ ყველა თავისთავად შენს გამოცდილებაზეა და შენს ცხოვრების ბუნებრივია ხო და კი, ანუ ბევრი ბარიერი არის, ხა თან მე არალეგალი ვარ და არაფერი არ გამაჩნია და ეგ რა თქმა უნდა დისკომფორტს მიქმნის, იმიტომ რომ ვერ ვიწყებ მაგის გამო მუშაობას, ბევრ ადგილებში უარი მითხრეს და მაგრამ ფარხმას ალყვი. შენი ენერგიის წყარო რა არის, რისგან იმუხტები ცხოვრებაში? ეგეთი თავგადასავლები ძალიან მიყვარს, ეხლა რაში ცხოვრე, ძალიან ძლიერი ენერგიის წყარო არის ჩემთვის.
მაძიებელი ხარ თავგადასავლად. კი, იმიტომ რაღაც ეს არაცნობიერში რაღაც თითქოს ხო არ ვიცოდი სად მოვდიოდი, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, აი სხაპარში თავგადასავალში გადახტომა იყო, თითქოს ნარნიაში შევდიოდი. აზარტული რაში ხარ? ხატვას რო ვიწყებ, ან ზერწყვას, ან რაღაცის კეთებას რო ვიწყებ, ხო აი გარემო იქრება და ეგ ძალიან დიდი აზარტია ჩემთვის. უცხოელი რო ჩავიდეს საქართველოში, როგორ ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ნახოს, ან რა უნდა გაიგოს, ან მატერიალური, ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ყველაზე საამაყო და ძვირფასია ჩვენთვის. კაი, მოდი ეს პირდაპირ გეტყვი, რაც ახლა გამახსენა და ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. ალავერდის ტაძარს ვაჩვენებდი და ფილმსაც ვაჩვენებდი მე ალავერდოს. ალამაზია რა? კი. და თვითონ ტაძარიც ალამაზია. და ღვინოს დავალევინებდი. რომელ ღვინოს? მე ქვევრის აფერავს დავალევინებდი ზუსტად ვიცი. მე ძალიან მიყვარს ჩხავერი. ჩხავერი. და ჩხავერს დავალევინებდი და მგონია რა გენიალური ღვინოა მართლა. კი. სახში ამზადებ ღვინოს საქართველოში გაქვს თუ არა? არა, ბაბო ჩემი ამზადებდა, მაგრამ ერთ დღეს მეც დავამზადებ. რამე ისეთი ტვირთი თუ გაქვს ცხოვრებაში, რაც მთელი ცხოვრება მოგიწევს, რომ ზიდო და ეს არის ტვირთი. ცხოვრებას აღვიქვამ თავისთავად როგორც არის და რაღაც არ მემძიმება რა, რაც ხდება და რაც მეძლევა, არ მემძიმება. ეს არის ბუნებრივი და სასიამოვნო ტვირთი. სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, უბრალოდ ვიღებ ისეთი როგორიც არის, არ ვცვლი, ანუ სამყარო ისეთი არის როგორიც არის. მოდი შენ და მისი კითხვა რამე მკითხე. აი ესე კითხავ ხა მე გულწრფელად, როგორ გზნობ თავს? ნორმალურად კარგად. არა, ეგ პასუხები არ. ეხლა მე ჩაგაჭერ ეგ შე როგორც და გულწრფელად მითხარი. შიგნით რას გზნობ? სიმშვიდეს და სამყაროს მიმართ მადლიერებას, თუმცა დიდ ტკივილს და წუხილს ყოველდღიურად, როცა ვუყურებ ჩემი სამშობლო დღეს რა დღეშია. მოდი შენს კითხავ, დღეს როგორ უყურებ დღევანდელ საქართველოს ამ გადმოსახედიდან? ანუ მე მგონია რომ საქართველოს დღეს არის ვენებ გადახსნილი და სისხლისგან იცლება მართლა, ანუ რაც ხდება, გვიჟდები რა, ანუ როგორი ქვეყანა გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს და ვიღაც წურბელები, შესეულები სივდებიან და ადამიანები კიდე შიმშილით კვდება და ქუჩაში იყრება. ეს არის უპატიებელი. ქართული ოცნება ცდილობს რომ ხალხი გააჩუმოს. რეალურად კი ვერ გააჩუმებს. პირიქით, აი ეგ არის ვულკანს რო გადააფარო რამე. ვულკანი ამოხედა ქალს და წალეკავს ყველაფერს. გადაცემა მივახლოვდა დასასრულს, რამე ხომ არ გინდა დაამატო, რამე ხომ არ დარჩა, რაც არ კითხე და რაზეც გინდოდა საუბარი ან რამე კითხვა რომ დამესვა. მე მგონი ამომწურავი იყო ყველაფერი. სხვა გზა არ გაქვს ეს რომ არ მიპასუხო, იმიტომ რომ იყინები ცოცხლად გაკინე. ერთესული აქვს რომ დასრულდეს ინტერვიუ და მოდი დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავი დღეს ჩემი სტუმარი. ვფიქრობ რომ მაყურებლისთვის საინტერესო ადამიანი ხარ და სახელ ფილიპეზე ნამდვილად შეიძლება რომ ვიღაცას ვინ შენ გიყურა, კარგი ადამიანი, კარგი ქართველი ფილიპე აზნაური ახსენდეს და არა მოღალატე ფილიპე მახარაძე. ეს იყო გადაცემა უეჭველი ქართველია, მე კი მისი წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და აჭირეთ ღილაკ subscribe ვიდეოს ქვეშ, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. მე კი დროებით გემშვიდობებით.